დაჯერება ძნელია შეხედე ამ შედეგს. თუ გინდა რომ შენს მცენარეებთან ისეთივე წარმატება გქონდეს, როგორიც მე მაქვს, ივენ იმ რთულებთანაც კი, რომლებიც ყოველთვის გიჭირდა, დარჩი აქ, რადგან დღეს გასწავლი მეთოდს, რომელიც ყველა იმ ბარიერს არღვევს, რაც აქამდე იცოდი. მოემზადე, ჩაიწერე ყველაფერი და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, კომენტარებში მკითხე. ვიცვებთ. ახლა კი მოდი დაავიწყოთ. პირველ რიგში, ვნახოთ რა მასალები დაგჭირდება. და უკვე წინასწარ გეტყვი, აქ არაფერია უცნაური, ძვირი ან რთული. ყველაფერს მარტივად შეძლებ მოიპოვებ. დაგჭირდება ხმელი იფანის ფოთლები, 2 ჩაის კოვზი. ეს შეგიძლია იპოვო ნებისმიერ ბიომაღაზიაში, ბუნებრივ პროდუქტების მაღაზიაში, ან უბრალოდ ინტერნეტით შეიძინო. 9 ლიტრი წყალი, მეტი არაფერი. აგარ-აგარი, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ნეიტრალური აგარ-აგარი, საღებავებისა და დანამატების გარეშე. ძალიან მარტივად მოსაპოვებელია, ძალიან იაფი ღირს და მომავალში უამრავი გამრავლებისთვის გამოგადგება. 2 მინის ქილა თავსახურით, ასევე დაფქული დარიჩინი, რომელიც არხის კლასიკაა, შესასხურებელი და რა თქმა უნდა ლიმონის ნერგი და ავოკადოს ნერგი. ამ ყველაფრით შევქმნით გარემოს, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც ნერგს ფესვების გასაყვანად ჭირდება. ახლა ვიწყებთ მთელი ამ სისტემის საფუძვლის მომზადებას, იფუზია იფნის ფოთლებისგან. ქვაბში ვასხამთ 500 მილილიტრ წყალს და ვადუღებთ. როცა წყალი ადუღდება, ვამატებთ 2 ჩაის კოვს იფნის ფოთლებს. ხურას ვთიშავთ და ვაძლევთ ფოთლებს მშვიდად გაიჟღინთოს. ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იფანი შეიცავს ბუნებრივ აუქსინებს, რომლებიც ჰორმონებია და პირდაპირ მონაწილეობენ ფესვების წარმოქმნაში. როცა იფუზია მზად იქნება, კარგად ვწურავთ. გვინდა სუფთა სითხე მივიღოთ მცენარეული ნარჩენებისა და ნაწილაკების გარეშე. გარდა ამისა, წყლის ადუღებით მოვიშორეთ ნებისმიერი სოკო ან ორგანული მასალა, რაც შეიძლება გარემოს გაფუჭებას გამოეწვია. როგორც კი იფანის ნაყენი გადავწურეთ, ისე ვაბრუნებთ ქვაბში. ახლა ყურადღება, რადგან აქ ბევრს ეშლება შეცდომა. 500 მილილიტრი ნაყენისთვის მხოლოდ 1 ჩაის კოვზი აგარ-აგარი უნდა დავამატოთ. მხოლოდ 1 მეტი არათეი. ეს არ არის სუფრის კოვზი, არც 2 კოვზი და მეტი რაოდენობა საჭირო არა. ამ პროპორციით ვიღებთ იდეალურ კონსისტენციას ფესვების განვითარებისთვის. აგარ-აგარი ძალიან ძლიერია, ცოტაც საკმარისია და მისი შოვნა ძალიან მარტივია. მისი პოვნა ნებისმიერ ბიომაღაზიაში ან უბრალოდ ინტერნეტში ძიებით შეგიძლიათ. გარდა ამისა, იაფია და მრავალი გამრავლებისთვის გამოგადგებათ მომავალშიც. როგორც კი აგარ-აგარს დავამატებთ, კარგად ვურევთ და ქვაბს ცერქვზე ვდგამთ. როცა ადუღებას დაიწყებს, ზუსტად 2 წუთს ვითვლით და ამ დროს ხელის შეუჩერებლად ვურევთ. შენ შეამჩნევ, როგორ იცვლის სითხეს სახეს. იწყებს უფრო სქელი და ერთგვაროვანი გახდომას და ამ 2 წუთში ცეცხლიდან ხსნით. ახლა შიგთავს მინის ქილებში ვასხამთ. სითხეს თანაბრად ვანაწილებთ. 250 მილილიტრი 1 კილოში, 250 მილილიტრი მეორეში. ძალიან მნიშვნელოვანია, ქილები უნდა იყოს სუფთა და კარგად დეზინფიცირებული. როგორც კი ამას გავაკეთებთ, უბრალოდ ვაცდით, რომ შიგთავსი გაცივდეს. გაცივებისას აგარ-აგარი მყარდება და ქმნის ერთგვარ სტაბილურ ჟელეს. ეს იქნება ის გარემო, სადაც ნერგი რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარდება ისე, რომ ზედამხედველობა არ დაგჭირდება. სანამ გარემო ცივდება, ნერგებს ვამზადებთ. ვჭრით 1 ლიმონის და 1 ავოკადოს ნერგს. ზომა ისეთი უნდა იყოს, რომ ქილაში სრულად მოთავსდეს, რადგან შემდეგ ქილას დავხურავთ. როგორც კი ნერგებს მოვჭრით, აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხს განმარტავთ. ამ მეთოდში ალოე ვერას არ გამოვიყენებთ, რასაც გამოვიყენებთ, ეს არის დაფქული დარიჩინი. დარიჩინს უსვამთ მხოლოდ ჭრილობებზე, ნერგის ძირზე. სადაც არ უნდა იყოს ჭრილი, არ არის საჭირო მთელი ნერგის დაფარვა, მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც ქსოვილია გამოჩენილი. დარიჩინი ძალიან ძლიერი ბუნებრივი ანტიფუნგალურია და პირველ კვირებში დაგვიცავს. ძებმეც ვაშორებს და მზაგაა. როცა აგარ-აგარი უკვე ცივია და სრულად გამაგრებულია, ნერგებს ვათავსებთ მასში. თხილად ვაწყობთ, სანამ მყარად არ დადგებიან და თავისით არ გაჩერდებიან. სწორედ ეს გარემო დაიჭერს მათ. აქ ნერგი ყველაფერს პოულობს, რაც სჭირდება, ბუნებრივ ჰორმონებს იფანისგან, მუდმივ დატენიანებას, მაღალ ტენიანობას, სტაბილურ გარემოს. ამიტომაც მუშაობს ეს სისტემა იქ, სადაც სხვა მეთოდები ვერ ამართლებს. ქილებს დახურვამდე ძალიან სუბუქ პრევენციულ საშუალებას უსვამთ.
მის მოსამზადებლად გვჭირდება 1 ლიტრი წყალი. ვამატებთ ცოტაოდენ დარიჩინს, კარგად ვურევთ და ვფილტრავთ თხელ ტილოზე ან ყავის ფილტრზე. მიღებულ სითხეს ვასხამთ შესასხურებელში და ძალიან მსუბუქად, მხოლოდ ერთხელ ვასხურებთ. ახლა ქილებს ნახევრად ჭდილში ვდგამთ. არასდროს პირდაპირ მზეზე ყოველთვის არაპირდაპირი განათება უნდა იყოს. თუ თბილი გარემო გაქვს, კიდევ უკეთესია. სითბო პროცესს აჩქარებს, სიცივე კი ანელებს. ან სისტემის მოვლა ძალიან მარტივია. ადრე მომზადებულ ბუნებრივ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც დარიჩინზეა დაფუძნებული, დაახლოებით 4-5 დღეში ერთხელ უნდა დავასხუროთ. და ეს რისთვისაა საჭირო? ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ნერგს არ კონდეს სოკოს განვითარების არანაირი შანსი, რადგან ის ძალიან მაღალი ტენიანობის გარემოშია მოთავსებული. ჩვენთვის სრულიად არასასურველია ქილაში სოკოს განვითარება. ასევე შეიძლება უფრო ძლიერი ქიმიური სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებაც, მაგრამ იდეალურად დარიჩინზე დაფუძნებული ბუნებრივი საშუალება სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის როცა ნერგებთან მუშაობთ ან ქილებს ხსნით, ხელები ძალიან სუფთა უნდა გქონდეს და შესაძლებლობის შემთხვევაში ეს სუფთა და ნაკლებად ქარიან გარემოში უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მუშაობთ ორგანულ მასალასთან, რომელიც მაღალი ტენიანობის პირობებშია და ნებისმიერი სპორა, რომელიც ქილაში მოხდება, დიდი ალბათობით განვითარდება. ამიტომ ყოველ 3-4 დღეში ერთხელ რამდენიმე წამით ხსნით ქილას, ოდნავ ვავრცელებთ აერს, ვაშხებებთ პრევენციულ საშუალებას და ისევ ხურავთ. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სისტემა სუფთა, სტაბილური და უპრობლემო იყოს მთელი პროცესის განმავლობაში. ამ ტიპის გამრავლება უკეთესად მუშაობს, თუ ის კლებადი მთვარის პერიოდში ტარდება. ეს არ არის რაიმე ჯადოსნური, მაგრამ დაკვირვებულია, რომ ამ ფაზაში წვენი უფრო ქვედა ღეროში კონცენტრირდება, რაც ფესვების განვითარებას უწყობს ხელს. სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ შეგიძლია დრო აირჩიო, უმჯობესია კლებადი მთვარის პერიოდში გააკეთო. დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა ველოდით. უკვე დაახლოებით 6 კვირა გავიდა და შეხედე, რა შესახედაობა აქვთ. შეხედე, რა საოცრებაა. სრულად განვითარებული ფესვები, ჯამრთელი ფესვები, თეთრი და აქტიური ფესვები. ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივ გარემოში, აგრესიული ქიმიური საშუალებების გარეშე და ზედმეტი გართულებების გარეშე. მარტივი გზით ვიღებთ შესაშურ შედეგებს. ვიყენებთ სტაბილურ სისტემას, რომელიც კალამს ყველაფერს აძლევს, რაც განვითარებისთვის ჭირდება. ახლა კი, როცა უკვე ასეთი კალამი გვაქვს, ასეთი ფესვებით, სწორედ ამ დროს გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის, ნაწილი, რომელსაც ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ის გადამწყვეტია იმისთვის, რომ მთელი წინაშრომა წყალში არ ჩაიყაროს. როცა კალამი უკვე განვითარებულია და ვხედავთ, რომ კარგად ჩამოყალიბებული ფესვები აქვს, მას უბრალოდ ასე ვერ ამოვიღებთ. აქ კალამს არ ვექაჩებით. რადგან გარემო გელივითაა და აგარ-აგარი გამაგრებულია, ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ. პირველ რიგში თხელდანას გამოვიყენებთ და ქილას შიგნიდან თლიანად შემოუვლით. ნელ-ნელა ვაცალკევებთ ჟელეს მინის კედლებიდან. მშვიდად, დაუჩქარებლად. ეს საშუალებას მოგცემს აგარ-აგარის ბლოკი ფესვების დაუზიანებლად გამოვათავისუფლოთ. როცა კალამი უკვე ქილიდან ამოღებულია, შეგვიძლია პირდაპირ ქოთანში გადავიტანოთ. ვიყენებთ ჩვეულებრივ უნივერსალურ სუბსტრატს. არ არის საჭირო სპეციალური სუბსტრატი. ვათავსებთ კალამს და ფრთხილად ვავსებთ ქოთანს. მსუბუქად ვრწყავთ მხოლოდ იმისთვის, რომ სუბსტრატი დაჯდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაცხადოთ წყალი. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. მდებარეობა. ეს კალამი არ არის მიჩვეული გარეტენიანობას, რადგან ქილაში დახურულ მიკროკლიმატში იზრდებოდა. ამიტომ არ შეგვიძლია პირდაპირ მზეზე დავდგათ. ვათავსებთ ნახევრად ჭრდილში, არაპირდაპირი განათების ადგილას და ვაძლევთ საშუალებას ნელ-ნელა შეეგუოს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფესვები წყლიან გარემოში გაიზარდა და არა მიწაში. ამიტომ მოთმინება გვჭირდება. ეს ადაპტაციის პროცესი ჩვეულებრივ 7-დან 10 დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უბრალოდ ვაკვირდებით. როცა ვხედავთ, რომ ნერგი მყარად დგას და ნორმალურად იწყებს განვითარებას, ვიცით, რომ ადაპტაცია სწორად მოხდა. და როგორც ხედავ, აქ არანაირი უცნაური ხრიკი არ არის. ეს არის ძალიან ბუნებრივი და მარტივი მეთოდი. ეს ერთ-ერთი იმ დიდი საიდუმლოთაგანია, რომელსაც ჩვეულებრივ არ გიმხელენ.
თუ ეს ვიდეო დაგეხმარა, გაუზიარე მას, ვისაც მცენარეები ისევე უყვარს როგორც მე. მოიწონე ვიდეო და დამეხმარე, რომ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს, რადგან ასეთი ტიპის კონტენტი იშვიათად ვრცელდება. თუ რაიმე კითხვა გაქვს, დამიტოვე ქვემოთ კომენტარებში და აუცილებლად დაგეხმარები ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. დიდი მადლობა, რომ აქამდე მოხვედი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.